სოციალური შეღავათები და სტატუსი რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს მოწამულთა და დაზარალებულთა ფონდმა აქცია გამართა. ორგანიზაციის წევრების თქმით 2006 წელს სოციალური დახმარება მოიხსნა, შედეგად კი წლებია სახელმწიფოსგან მხოლოდ ინვალიდის შემწეობას 44 ლარს იღებენ. 9 აპრილს მოწამულთა და დაზარალებულთა ფონდი მთავრობას მიმართავს და სოციალური შეღავათების აღდგენასთან ერთად 9 აპრილს დაზარალებულთა სტატუსის ოფიციალურად მინიჭებას თხოვს. 2006 წელს ეს პარლამენტის დადგენილება რატომღაც გააუქმეს, აბსოლუტურად ყველა შეღავათები სოციალური მოიხსნა და დარჩა რაღაც 22 ლარი და ინვალიდებზე 54 ლარი შეღავათი. ამ ხალხის არანაირი ყურადღების მიქცევა, არანაირი რაღაც ელემენტარული პატივისცემა არ არსებობს. პირიქით, ყველამ დაივიწყა და აბსოლუტურად ახსოვს მარტო 9 აპრილს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი მთავრობა დიდ ყურადღებას მიაქცევს ამ დაჩაგვრულ ხალხს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა სტატუსი გაუქმა 9 აპრილის კომიტეტს სტატუსი და თითქმის ეს შეღავათები რაც ჰქონდათ მათ ყველაფერი, ასე ვთქვათ, მივიწყებას მიეცანათ.